ეს არის კონტაქტი 6 რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და არასამთავრობოთა მოთხოვნა და გამოუძიებელი საქმე ვინ დგას ფარული მოსმენისა და თვალთვალის უკან. ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და არის თუ არა რესურსი და პოლიტიკური ნება იმისა. შესაბამისმა ორგანოებმა ეს დანაშაული გამოიწვიონ. ჩვენს შეკითხვებს ახლა საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი უპასუხობს. ქალბატონო ანა, საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ ხართ კონტაქტზე და პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. ქალბატონო ანა, დღეს კამპანიაში შენ გეხებას მონაწილეებმა მოითხოვეთ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა გამართეთ აქცია მთავარ პროკურატურასთან. მინდა ცოტა უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენ ეს ორგანო, როგორ დაკომპლექტდება ის, ვინს ექნება იმის კომპეტენცია, რომ ძალოვანი უწყებები აკონტროლოს და კონკრეტულად რა მიმართულებაზე იმუშავებს ეს ორგანო? დავაკონკრეტებ, აქ საუბარია ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური საგამოძიებო ფორმატზე. ცალკეა სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან დიდი ხანია უკვე აყენებს და ეს ფარული მოსმენების და ფარული ჩანაწერების თემაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია მუდმივ მოქმედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, მაგრამ ახლა კონკრეტულად ამ დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვაყენებთ განსაკუთრებული საგამოძიებო ფორმატის შექმნის საკითხს, რაც გულისხმობს ქართულ ორგანოებთან ერთად, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელი ექსპერტების და სხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების ჩართულობას არასამართლებრივი ურთიერთდახმარების ფორმატში, არამედ მათ ჩართვას როგორც სრულუფლებიანი გამომძიებლების. ამას აქვს ორი მნიშვნელობა, ორგვარი მნიშვნელობა. ერთი, ჩვენ გვესმის განმეორებითად, რომ ეს დანაშაული არ არის მარტივი გამოსაძიებელი თავისი ბუნებით და ასეთ შემთხვევაში ძალიან ლოგიკურია, რომ თუ მარტივი არ არის ამ დანაშაულის გამოძიება, ჩაერთონ იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება და სპეციალური უნარჩვევები და ექსპერტიზა ამ დანაშაულის გამოსაძიებლად და პრევენციაში, რომ დაეხმარონ ქართულ სამართალდამცავებს. და მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ნდობის საკითხი. სამწუხაროდ კონკრეტული მიზეზების გამო ნდობის ფაქტორი საკმაოდ დაბალია კვლავ სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის მიმართ საზოგადოებაში და ის გარემოებაც, რომ უკვე არაერთი დღეა გასული დანაშაულის ჩადენიდან და კონკრეტული ხელშესახები პროგრესი არსებობს თუ არა გამოძიებაში, ამაზეც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. კვლავ ადასტურებს, რომ ის, რაც პირველივე დღეს მოითხოვა კამპანია შენ გეხებამ, კონკრეტულად სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნა უცხოელების ჩართულობით, გამოცდილი პირების ჩართულობით, ეს იყო სწორი მოთხოვნა და დღემდე აქტუალური. გასაგები, აი მინდა რომ დავაკონკრეტოთ, ესე იგი ამ ორგანოში ჩაერთვებიან უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ადგილობრივი უწყებებიც იყვნენ ჩართული, მათ გამორიცხვა ამ შემთხვევაში არ იგულისხმება და ეს არ არის მიზანი, მაგრამ მათი უნარების გაძლიერებისთვის არის მნიშვნელოვანი უცხოელების ჩართვა და მათ მიმართ და გამოძიების მიმართ ზოგადად ნდობის აღება. კარგი, საკანონმდებლო ინიციატივაც მინდა რომ შეაფასოს. ხალხი თემა, რაზეც აღნიშნეთ დასაწყისშივე, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, ასევე პოლიტიკური გუნდისგან, უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ეს იქნება მუდმივი, როგორც გავიგე. ეს იქნება მუდმივი და მისი მანდატი იქნება გაცილებით უფრო ფართე, ვიდრე მხოლოდ ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ. ქალბატონო ანა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით სიცოცხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ადამიანის პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა მოხდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონში ცვლილება უკვე დაგვიანებულია და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, გამოიღებს თუ არა ეს საკანონმდებლო პრევენცია შედეგს? ბუნებრივია, სასჯელის გამკაცრებას აქვს კონკრეტული მესიჯი, რომ სახელმწიფო გაცილებით უფრო მძიმედ აღიქვამს კონკრეტულ დანაშაულს და ამიტომ ამკაცრებს სასჯელს, მაგრამ მხოლოდ სასჯელის გამკაცრება ვერ იქნება საკმარისი დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ სამაგალითოდ დასჯილი ადამიანები, როგორც შემკვეთები, ასევე შემსრულებლები და როგორც კი შეიქმნება პრეცედენტები, რომ ამ დანაშაულისთვის ადამიანები ისჯებიან, ეს მოახდენს გარდატეხას ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ ბრძოლაში და არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრებას. გასაგებია, ქალბატონო ანა, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დააგროვდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებიდან, უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია პრინციპში არის ფარული თვალთვალის და მიყურადების საქმის და არც მისი გავრცელების გამოძიების შედეგებზე. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ამ შეკითხვებს პასუხები გაეცეს?
ცოტა შორიდან მინდა დავიწყო ჩვენ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა ძალიან კარგად იყო ამ ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვის ცნობილი რომ არსებობდა ასობით უკან მოპოვებული ჩანაწერი რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კი ბატონო რომელიც განადგურდა ადამიანებს არამედ ზოგადად სახელმწიფოს და პოლიტიკური პროცესის მართვის შესაძლებლობებს ქმნიდნენ მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს აქამდე გააზრებული ერთიანი და თანმიმდევრული და მკაცრი პოლიტიკა ამ დანაშაულის მიმართ არ ჰქონია. ჩვენ გვეუბნებიან რომ გარკვეული პირები დაისაჯნენ იმ ასობით ჩანაწერისთვის, მაგრამ სისტემური სახით ეს დანაშაული გამოძიებული და შეფასებული არ არის. უფრო მეტიც, სწორედ იმიტომ რომ ეს მუხლები 157 და 158 მუხლები არ იყო მძიმე დანაშაულის კატეგორიაში, მოხდა მათი ამნისტირება, რაც ასევე არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ პოლიტიკაზე რატომ არ არის გამოძიებული? პოლიტიკური ნება არ არსებობს? მაშინ, როდესაც გასულია უკვე არაერთი წელი, არსებობს ასობით ჩანაწერი და ჩვენ არ გვაქვს დამაჯერებელი პასუხები რამ განაპირობა ამ დანაშაულის გამოუძიებლობა, სისტემური დანაშაულის გამოუძიებლობა, ბუნებრივია ეს მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს იმეჭვებს, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება არ არსებობდა. მეტიც, ჩვენ გვახსოვს ყველას შემთხვევა, როდესაც მინისტრის მოადგილე იყო მსჯავრდებული ამ ტიპის დანაშაულში, მაგრამ რაში გამოიხატა მისი დასჯა? ერთწლიან პირობით სასჯელში. ამ ტიპის მოქმედებებმა ბუნებრივია წაახალისა შემდგომი დანაშაულები. ასევე გვახსოვს საჯარო სივრცეში წამების ამსახველი კადრების ჩვენება, რაც ამ კადრებზე ასახული შინაარსი და მისთვის დაუსჯელობა კიდევ ცალკე პრობლემაა. წამებაც სისტემური დანაშაული იყო ამ ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაული და სამწუხაროდ ისიც არ არის ბოლომდე გამოძიებული და დასჯილი. მაგრამ როდესაც ამ კადრების ჩვენება ხდებოდა საჯარო ღია სივრცეში, საჯარო მოხელების ჩართულობით რიგ შემთხვევაში და ესეც იყო პირადი ინფორმაციის შემცველი კადრები და მათი გასაჯაროებაც იყო დანაშაული, ამისთვისაც არავინ გვინახავს დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაცილებით უფრო მარტივად გამოსაძიებელი დანაშაულია საჯარო სივრცეში მოხდა. დღეს რომ შევაფასოთ პოლიტიკური ნება. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს პრემიერის განცხადება, მკაცრი განცხადება, რომელიც მან რამოდენიმე საათში გააკეთა, რაც დანაშაული მოხდა და მეორეს მხრივ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, რომ სასჯელი გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის. თუმცა შედეგი არ გვაქვს. მაგრამ არ გვაქვს შედეგი და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია უნდა აღვნიშნო, გვაქვს ბატონი მეჭიაურის და ბატონი ლორთიფანიძის ეს განცხადება მინდა შეაფასოთ. ჩვენ თითქმის დრო აღარ გვაქვს და მოკლედ მითხარით, მოკლედ შეაფასოთ მეჭიაურს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც საზოგადოება ფულს უხდის იმისთვის, რომ ისინი მუშაობდნენ პარლამენტში და საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს იცავდნენ და ატარებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები სწორ პოზიციაზე იდგნენ და სოლიდარობას აცხადებდნენ და მიუღებლობას, სრულ მიუღებლობას ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მათი მხრიდან ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ არის არაეთიკური და არის აბსოლუტურად მიუღებელი, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა თავისი შინაარსით და სულისკვეთებით ამ ვიდეოების გამავრცელებლების მიზნებს და სულისკვეთებას და ეს ძალიან უკითხავს საჭირს საზოგადოებაში. ამიტომ აუცილებელია, რომ მართველი გუნდი, როგორც გუნდი და არა ცალკეული პარლამენტარების განცხადებების სახით გაემიჯნოს ამ ტიპის განცხადებებს და ამ ადამიანებმა გადაიხადონ კონკრეტული ფასი არაეთიკური, მიუღებელი და აღმაშფოთებელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ისინი აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური ნების ნამდვილობა, რომ ხელისუფლება სურს ამ დანაშაულის გამოძიება და წინააღმდეგ ბრძოლა, ძალიან სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება. დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ ქალბატონო ანა, ჩვენს შეკითხვებს საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პასუხობდა. მე კი დაგემშვიდობებით ხვალ 8 საათამდე დროებით.